მაშველებმა ავღანეთში თვითმფრინავის An-24-ის ჩამოვარდნის ადგილზე გადარჩენილები ვერ იპოვეს. Pamir Airways-ის კუთვნილმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 17 მაისს ერთ-ერთ მთაზე განიცადა. თვითმფრინავი ჩრდილოეთით მდებარე პროვინცია კუნდუზიდან ქაბულში მიფრინავდა. მის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 8 უცხოელი იყო. ძნელად მისადგომ რაიონამდე მისაღწევად მაშველებს რამდენიმე დღეღამე დასჭირდათ. სამწუხაროდ ჩვენ რამდენიმე ცხედარი აღმოვაჩინეთ. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ჩვენ მათ ბინაობას დავადგენთ. რუსული საინფორმაციო სააგენტოს იდარტასის ცნობით თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს შორის ტაჯიკეთის 3 მოქალაქეც იყო. კავშირი ეკიპაჟთან ორშაბათს დილით გაწყდა, როცა თვითმფრინავი უღელტეხილ სალანგთან მთებში იმყოფებოდა. ჩამოვარდნის შედეგად თვითმფრინავი 4 ნაწილად დაიმტვრა. იქ ჩემი გარდაცვლილი ნათესავების ცხედრებია, რატომ არ მიყავართ მათ ამოსაცნობა. კატასტროფის ოფიციალური მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ცუდი მეტეოროლოგიური პირობები სახელდება. Готово, бача.